არც მავთული არაფერი. მოგესალმებით. ეთერშია გადაცემა რეზიუმე. სტუდიაში მუშაობს ჟურნალისტი მერაბ მევეტრეველი. მივესალმებით ჩვენს რადიო მსმენელებს, ვინც გვისმენს FM 103-ზე, რადიო პალიტრის ეთერი და ასევე მივესალმებით ჩვენს ტელემაყურებლებს, ვინც გვიყურებთ ტელეკომპანია პალიტრა ნიუსის ეთერი. დღეს როგორც ისეთ პარასკევია, გვაქვს განსხვავებული ფორმატი, დათო ზურაბიშვილი არის ჩემთან. მივესალმებით მას. მოგესალმებით მერაბ, მივესალმები ჩვენს მსმენელებს და ჩვენს მაყურებლებს. და ტრადიციულად ვისაუბრებთ პირველ ბლოკში მე და დათო მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე და შემდეგ უკვე შემოგვიერთება სტუმარი, სოციოლოგი იაგო კაჭკაჭიშვილი იქნება მეორე ბლოკში ჩვენი სტუმარი. მანამდე კი, თემები დაგვიგროვდა ბოლო დღეში განსაკუთრებით. ერთი ის არის, რომ ხელისუფლებამ უცებ მოულოდნელად დებატების სურვილი გამოამჟღავნა. არ დაგვავიწყეს აქ საუბარი არის იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც თვითონ მოკლა დებატები. ჯერ დებატებზე თქვა უარი. მერე საერთოდ ოპოზიციურ მედიებში სიარულზე თქვა უარი, ნელ-ნელა ჩვენთან ყველაზე დიდხანს დადიოდნენ, მაგრამ რუსული კანონის მერე შეწყვიტეს, მერე დაბრუნდნენ, მერე ისევ შეწყვიტეს და ჩვენთანაც აღარ დადიან. მარტოც, არათუ დებატებზე მარტოც აღარ დადიან. და დღეს გამოვიდა ირაკლი ყობახიძე და ასე არ შეიძლებაო, არანორმალური გარემოაო, რაღაცა ეს უსრულია საზოგადოებას შორისო და უნდა დაუბრუნოთ ჯანსაღი დებატები. ოღონდ ვისანაპირებენ ამ ჯანსაღ დებატებს. ეგ ჯერ ვერ გავარკვიეთ. ძალიან საინტერესო, იმიტომ რომ ეს ოპოზიცია გამოცხადებული ყავთ deep state-ის აგენტებად, მავნებლებად, გამოცხადებული ყავთ ფაქტობრივად არა მარტო რიტორიკის დონეზე, არამედ სისხლისმართლის საქმე აქვს აღძრული ამ ხალხის წინააღმდეგ, დაჭერას უპირებენ 15 წელს ციხეში ჩასმას, როგორც საბოტაჟის და რაღაც ქვეყნის მომწყობებს ქვეყნის წინააღმდეგ. და ამ ხალხთან აპირებენ დიალოგს და დებატებს, არ ვიცი, საინტერესო კითხვა არის. მაგ კითხვაზე პასუხს გაგცემ, რომ პოლიტიკური შეფასება არის. და პოლიტიკური შეფასებაც არის ის, მაგრამ მე მგონია, რომ ეს საუბრობდით ჩვენ ეთერამდე და რაღაც სწორი ის გამოთქვი, ესე ვთქვათ, ვარაუდი, რომ ეს მაინც და მაინც აი ქვედარგოლებს და საშუალო რგოლებს ოცნებისას არ სიამოვნებთ. ეს კომენტარებშიც იგრძნობა. მათ კომენტარებში რა ხაი ტოქსიკურ გარემოში რა გვინდა, იქ რა გვინდა, აქ რა გვინდა, რაღაცა კარგი ადგილი მოუნდათ ეხლა და რაღაც ისე დებატების კარგად იგრძნობენ. თვითონ თავს მე მგონი ეს ბიზნეს დავალება. აი ბიზნეს რატომ მოუნდა? აი ეს ყველა საინტერესოა, ანუ რას ცდილობს ამით, ანუ რა ტრიუმფს ატარებს. მე მაქვს მოსაზრება, რომ ეს არის ასე ის სულ ცდილობს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზებას. ანუ პოლიტიკური პროცესი შევიდა ჩიხში და გახდა რადიკალური, მას შემდეგ რაც მათ დაიწყეს ფაქტობრივად რეპრესიული კანონების მიღება. ხო, ეს დაიწყო რუსული კანონიდან და დღეს დამთავრდა, დაგვირგვინდა და ჯერ კიდე რა გველოდება წინ არ ვიცით, იმით რომ ტროტუარზე დგომისთვის დაიჭირეს 3 ადამიანი. ეს არ ვიცი, სოფლიოში მე მგონი უამრავი დიქტატურა არსებობს და უფრო საშინელი ვიდრე ჩვენთან, ხო? ასეთი კონკრეტულად მოხდა. ხო, მაგრამ არ ვიცი, ირანში ახლა ხალხს ხოცავენ ქუჩაში და მთელი ამბები ხდება საშინელება, მაგრამ ირანს აქვს თუ არა კანონი ტროტუარზე დგომის გამო ადამიანის ციხეში ჩასმის, არ ვიცი. ესეთი რამ არ გამიგია არსად, რომ ვთქვათ, მე მესმის კიდევ ვიმეორებ, ახლა სავალ ნაწილს როცა კეტავს ხალხი, იქ ყველა ქვეყანაში არის რეგულაცია და კანონი, რომ თუ ბევრი არა ხართ, მანქანების სავალი ნაწილი არ უნდა დაკეტო. მაგრამ აი ტროტუარზე დაკეტო არის ეს აბსურდი. და ამის გამო ციხეში და დღეს უქსამი ადამიანი გაუშვეს 4 ციხეში და კიდე თუ დადგენ, მე ერთი წელი გეშვება. სისხლის საბარცის ის არის და. ხო, არა, მეც დავდივარ აქციებზე ხოლმე და რა ვიცი, შეიძლება ხოლმე მეც მომაკითხო. მოგეთ ციხეში ჩავსვა ციხეზე და რაზე ინჯექი ციხეში მოვითხე ტროტუარზე დგომისთვის. ხო, გასაგებია ეს აბსურდი. ტროტუარზე დგომისთვის და ამ ფონზე გამოდის ხელისუფლება და აი რაღაცა ნორმალიზების გამო და წავიდეთ და ვიდებატოთ და მე სიმართლე გითხრა ვერ ხვდები ასეთ სიტუაციაში რაზე უნდა დებატო ხელისუფლება. მოდი შენ მოსაზრება მოგთავაზე ხა მე არ ვფიქრობ რომ ხელისუფლებას უნდა ნორმალიზება პროცესი. ასე ნიშნავს ნორმალიზება არ ნიშნავს იმას რომ მე შენ ტროტუარზე დგომისთვის გიჭერ და შენ ამას ეგუები. ეს არ არის ნორმალიზება. ეგ არის მაგათი გადმოსახედიდან. მაგათი გადმოსახედიდან კი. მაგას გეუბნები. რეალურად ხო ეს არ არის. მაგათთვის ეგ არის. მე გავაკეთე. ანუ ეს გეუბნება რომ ნახე როგორ რაღაცას გეუბნება, აი მეზობელი რო ყავდეს, რომელმაც წაგართვა სახლი ქცემა, ციხლები შეგდგა მეზობელმა წარმოიდგინა რა, აი გაგლახა, ყველაფერი გაგიკეთა და მერე გეუბნება და მოდი ახლა შევრიგდეთო და შენ თუ ეტყვი რომ არ შეგირიგდებიო, ის გამოვიდა ეტყვის, აი ნახე ამას ჩხუბი უნდა არ მირიგდებაო. დაახლოებით ეს ლოგიკა. ლაზისტი ანალოგია არ მგონია, იმიტომ რომ შერიგებაზე აქ ლაპარაკი არ არის. აქ ლაპარაკია ცალმხრივ შერიგებაზე. შენ უნდა შეურიგდე, კაცო რომ ის გიჭერს ტროტუარის გამო. ანუ ისმას კი არ ნიშნავს, რომ თუნდაც იმ პირობას კი არ დებს, რომ მეც აღარ ვიზამ. ანუ უგან კი არ მიაქ ეს კანონი.
მაგას იმას ტოვებს ისო კიდე დაგიჭერ როცა მინდა ხო და თან მოდიო შენ გაჩუმდი არა დებატეზეც არ არის გაჩუმდი ეს არის ნორმალიზება მათიას ეს რეალურად არანაირი ნორმალიზება არ არის და არანაირი ნორმალიზაცია ამ გაგებით ხელისუფლებას არ ჭირდება პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია ნიშნავს ის სამართლებრივ ჩარჩოებშია მთელი პროცესი რო იქ ტროტუარზე დგომისთვის ხალხს არ იჭერენ და რაღაც აბსურდულ და სიგიჟეებს არ იღებენ კანონებად და აბსოლუტური რეპრესიულობა ხელისუფლების უკვე გამორიცხავს ყოველგვარ ნორმალიზაციას პროცესს. ეს იქნება შეგუება იმასთან, რომ ეს ნორმალურია. აი, ნორმალურია, რომ ტროტუარზე დგომისთვის იჭერ, ნორმალურია, რომ იქ რაღაც Facebook-ზე ვიღაცას დებილი უწოდე და ამის გამო მიჭერ და ციხეში ვისვა. აი ამის ნორმალიზება უნდათ, რომ ანუ აი ამას შეეგუო, მაგრამ ეს არ გამოვა. მოდი ასე ვთქვათ, ეს თუ მართლა დიქტატურა არ არის და თუ ბაჟი უნდა გააფორმო ეს დიქტატურა ბოლომდე და არანაირი დემოკრატიული თამაშებით ამის ვერც ქვეყნის შიგნით, ვერც ქვეყნის გარეთ ვერავის ვერ მოატყუებენ. ერთადერთი ჩემი აზრით ეს მიმართული რისთვის არის? მაშინ რა მოუვიდა ბიზნეს და რატომ უნდა ახლა ეს დებატები უცებ და რატო დაიწყო ლაპარაკი რომ პოლარიზაცია შესამცირებელია და ეს არის ჩემი აზრით შეხმიანება მაინც იგივე დასავლეთის ცდილობს. შეეცადა მას მერე რაც მან ყველა ფრონტზე, საგარეო ფრონტზე ყველგან აქ კრახი განცდილი. ყველგან ჩინეთთანაც, არაბებთანაც მაინც და მაინც არ გამოუვიდა არაფერი. ნუ ევროპასთან რა საშინელი ურთიერთობა აქვს, ხო ვიცი, ტრამპი არ ელაპარაკება. ერთხელ გამოუგზავნა წერილი და ამან უთო ჯერ ფული მაიტავა და იმის მერე სერტ აღარ ელაპარაკება ცხადია. რუსებთანაც ვერ დაალაგდა. რუსებმა გამოაგორეს ნაფტალინიდან ამოღებული იგორ გიორგაძე. ბოლოს და იმას ელაპარაკებენ ბოლო დროს რაღაცა აი რუსეთის ასე ვთქვათ ქართულ აი ვინ უნდა საქართველოში ჩანს მისი სახით რუსეთს იგორ ბიზნესაცაც კი ვარს ამბობენ თვითონ ახლა უკეთესი რა უნდა უნდოდეთ მაგრამ არა ურჩევნია კგბ-შნიკი მაინც პირდაპირ კგბ ვინც არის ვინც პირდაპირ მათია და არა რაღაც აქ ოლიგარქიული კაპიტალიდან მოსული ტიპი ამიტომ ავითარებაში ის ცდილობს მანევრირებას და ეს ერთ-ერთი მანევრია ხა სერიოზულად ისა თქმა უნდა არაპირებს არანაირ დემოკრატიზაციას მაგრამ ნუ მაინც ცდილობს რაღაც ქულები ჩაიწეროს რომ აი თლად აქ ესე არ არის რაღაცა დემოკრატიზაციის პროცესი მიდის ეს იგივე კატეგორიის ამბავია რაც კობახიძემ რო თქვა რომ ევროინტეგრაცია საქართველოს მიზანი ეხლა ეს დღევანდელი იმაზე ხა განსაკუთრებით იმ ფონზე რომ ყოველ დღე დედასაგინებენ ლამის ევროკავშირს ეხლა ამის ამ ფონზე ევროინტეგრაციაზე ლაპარაკი რომ ჩვენ მაგეთ ვიდივართ თურმე თან თვითონ თქვა რომ გაჯერებული აქვს ეს პროცესი გაწევრიანების პროცესი ხო ნუ აბსურდი იყო თითქოს მაგრამ უნდათ ეს სიგნალები გაუშვენ იქიდანაც ელიან რაღაცეებს პლუს მათ აქვთ იმედი რომ ოპოზიციიდან ამას მოყვება ჩემი აზრით რაღაცა რადიკალური განცხადებები უფრო წადი შენი დედას აი დაახლოებით ეგეთი და მე იგივე დასავლეთში ძიჩიულები რომ რა ვქრა ჩვენ კი გვინდა მაგრამ გათვლა იმაზე რომ ამ ფონზე როცა ასეთი რეპრესიული კანონებია ხალხს გამოიჭერენ ოპოზიციის ლიდერებს კიდევ ვიმეორებ 15 წლიანი მუხლი აქვს მიწნებული და თავზე კიდია და რა ნორმალიზაციაზე ლაპარაკობენ შეტანილია სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში ამ პარტიების აკრძალვას ხო და ამ წარმოიდგინე ეს ყველაფერი არის და ამ ფონზე თუ ოპოზიცია იტყვის რომ რა დებატები და რის დებატებიო მე გამოვლენ და იტყვა რომ აი ნახე ამათ არ უნდათ ჩემი აზრით ჩემს ვიტყვი უარი არბიტარ შემთხვევაში არ უნდა თქვა, უნდა თქვა კი ბატონო, მაგრამ დაელოდო კონკრეტულად რას გთავაზობ. ჯერ კონკრეტული შემოთავაზებები არაფერი არ არის. ხო, ვისთან აპირებენ თვითონ? ვისთან აპირებენ, რა ოპოზიციასთან სადაპირებენ, რა ფორმატი, არაფერი არ ვიცით, ხო? თავისთავად კი ბატონო, მე მომხრე ვარ, რომ ნებისმიერ ფორმატში ოპოზიციონერი როცა აღარ მიხვიდე ხელისუფლებასთან და უთხრა, რასაც ფიქრობ მასზე. ის კი არა რომ იმის მოხრე კი არა ვარ რომ მოდი არ შევიმჩნიოთ მოდი იქ რაღაცას ცუცრუ აკეთებს პირიქით შეიმჩნიო კი არა ცხვიში უნდა ამოუყვანო ის რომ იქ ტროტუარზე დგომისთვის ხალხს იჭერ ყველგან უნდა უთხრა ესაც სადაც კი შესაძლებელია მაგრამ დაველოდო დედი აბა რა ფორმატში მოგდავა მე ეჭვი მაქვს რომ ბევრს არც არაფერს და ძალიან მალე გამოაჩენენ თვითონ თუ აქეთა მხრიდან არ იქნება ეს ზედმეტად რაღაც აქეთა მხრიდან გულისხმობ იმ თუნდაც იმ ოპოზიციური სპექტრის მრავალფეროვან სპექტრს, რომელიც შეიძლება სხვადასხვანაირი რეაქცია ქონდეს, ერთ-ერთი რეაქცია ქონდეს, მეორეს მეორე. მაგრამ თუ მაინც ძალიან ხელმოსაჭიდი ვერ იპოვეს, თვითონვე მოიმიზეზებენ რაღაცას და შეეცდებიან მიაფუჩეჩონ ეს თემა და ბოლო-ბოლო დათანხმდებიან იქ ვატო შაკარაშვილთან და ან მაჭარაშვილთან ან რაღაც ნანა კაკაბაძესთან იდებატებენ ადამიანის უფლებებზე. ან გირჩთან. ნუ გირჩი და თამარ ჩერგოლეიშვილიც მოყავდა ხოლმე ხანდახანი მაკაცინცაძეს
თავის პირველ არხზე ვიღაც ისეთებთან, რომელიც ასე ვთქვათ, შეიძლება ნაცმოძრაობა შეაგინოს, აი ესეთებს. ასეთები შეიძლება ხანდახან მიიყვანონ. ხანდახან ისიც ყოველთვის იგივე თამარა ჯერგოლეჟვისაც არ მიიყვანენ ახლა სერიოზულ თემებზე სადებატო. თამარასთან ახლა დებატებში დებატებში მარტივი არ არის. მაგი კი არა, ეს გაუჭირდება და მით უმეტეს ხელისუფლებას მაგი მიიწვანოს დებატებში და აკამათოს ვიღაცა, ეს გამორიცხული მგონია. ხო და ნუ მე ვფიქრობ რომ ხელისუფლება როგორ ბოლო სულ მოქმედებს ასეთი რაღაცა პრინციპით რა, ანუ გადმოაგდებს ანკეს ყველა მისი განცხადება არის რაღაცა იმ ტრიუკის ნაწილი, ხო როგორც ერთხელ ივანიშვილმა კი ბატონო. აი იგივე ფასებზეც ასე იყო რა, ბოლომდე კი არ თქვეს თავიდან. ჯერ გადმოაგდეს ფასები და ოპოზიცია აყვირებული იყო, ოპოზიცია რო აყვირდა, აი ამათო მაღალი ფასები უნდათო და მე ხა დაიწყეს რაღაცა კომისიები შექმნეს და ეს ახლა ძალიან საოცრია ფასების ამბავი საოცარია ამბავი. ხო, და დაახლოებით აგეთი ტრიუკია ჩემი აზრით გადმოგდებული ეს ანკესი, ახლა ოპოზიციის ხარეს, რომ მე რაღაც ქულები დაიწერონ ამაზე. რეალურ შედეგამდე არც ფასები მივარ ჩემი აზრით და არც ეს. არა ნახოთ, შეიძლება პირიქითაც ხელისუფლება კობახიძეს ყოველთვის საკვის კურსი არის ამის, ბუდვებად ატარებს სოციოლოგიურ გამოკითხვის, ბუდვებად ატარებენ ისინი, რაზე რეაგირებს საზოგადოება. შეიძლება ეს მომენტიც არის, გარდა იმისა, რომ უნდათ რომ საზღვარგარეთ ასე ვთქვათ, დემოკრატიულ სამყაროს შეეხმიანონ, ასევე ეს მომენტიც არის, რომ შეიძლება იგივე მათი მომხრე და ნეიტრალური ამომრჩეველს არ მოწონს ეს პოლარიზაცია და უნდა რომ კი მაგრამ რა არის ეს მტრობა კაცო რაღაცა ცოტა ადამიანურად დავილაპარაკოთ, იმიტომ რომ მე არაერთი შემთხვევა ვიცი, აი, ბევრი შემთხვევა ვიცი უკვე ჩემს თანაცნობო წრეებში, რომ მაგალითად იქ ოჯახებში არის პრობლემა. ძირითადად ეს პრობლემა არის თაობებში, თქვა მაგალითად, აი მშობლები მაგალითად არიან იმედის მაყურებლები და deep state-ის აგენტებს ებრძვიან და ანუ ხელისუფლების მომხრეები და შვილები რუსთაველზე აფრიალებენ დროშებს. აი ასეთი ამდენიმე ვიცი თან, ერთი და ორიც არა. ან შეიძლება პირდაპირ რუსთაველზე არ დგარა, მაგრამ განწყობა ძალიან ოპოზიციურია. არის ისეთები, სადაც უკვე თაობებში არ არის, მაგრამ ისედაც და ერთის მომხრეა ძმა მეორის მომხრე. ასე მწვავედ გაყოფა, თან უკვე ერთმანეთთან კომუნიკაცია უჭირს ამ ხალხს. მიხოთ იმისა, რომ მეგობრები ახლა ადრე ვთქვი, გამსახურდია როგორც იყო, ოჯახის წევრები რო არ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს. კი, მახსოვს ეგ დროს არა, აი პუჩის მერე. ხო, ჩამოაგდეს გამსახურდია. უჩამდეძიმე სიტუაცია იყო, მანამ პუჩი მაგას მოყვა, სწორედ ძალიან გამწვავებული იყო ეს ვითარება, ანუ იმდენად ვეღარ იტანდნენ უკვე ერთმანეთს, რომ შეუძლებელი იყო კომუნიკაცია. კი, იყო გამონაკლისებები, მაგალითად, მაშინ არ ვიყავი გამსახურდიას მომხრე, მაგრამ მეგობრობდი იმ ხალხთან, ვინც გამსახურდიას მომხრე იყო და მუშაობდით კიდეც ერთად და საქმესაც ვაკეთებდით ერთად. მაგრამ ეხლა ასეთები იყვნენ ისეთები, რომ ეს მართლა ოჯახში გაიყვენდა. პუჩის მერე მაგალითად ის საქმე, ვისაც მე ერთად მუშაობდი, მე ისიც ჩაიშალა ის ამბავიც. იმიტომ რომ ეხლა მე პუჩის მომხრე არ ვიყავი, მაგრამ არც გამსახურდიას მომხრე ახან არ ვიყავი, შენი ბრალიაობით. მე რაშუაში ვიყავი არ ვიცი, მაგრამ აი უკვე იმდენად დაიძავა მე ურთიერთობა, რომ საერთოდ მე ნელ-ნელა სხვაშორის სააკაშვილის დროს მოხერხდა უფრო ეს შერიგება. აი ამ სხვადასხვანაირად იყო მათთვის თავარი მტერი. ანუ ხო და აი აქამდე მიიყვანა ხელისუფლების ან აბიჯებმა აქამდე მიიყვანა, მაგრამ ყველაზე საინტერესო იყო ირაკლი კობახი-ტელში, რომ ეს საკუთართავს კი არ აბრალებს ხელისუფლება ამას ოპოზიციას აბრალებს. ოპოზიცია მიიყვანა ამ სიძულვილს ოპოზიცია თესავსა და დებატების გაქრობა დააბრალა გვარამია. ნუ ახლა ეს არ არის ახლა. ეს სისულელია ელემენტარული, მაგრამ ნუ აბა ახლა ის ხომ ძირითადად ჩვენ კი არ გველაპარაკება და იმ ხალხს კი არ ელაპარაკება, ვინც ჩამოყალიბებულია, რომ ხელისუფლება ასე ვთქვათ მიუღებელია მისთვის კატეგორიულად. ამ ხალხს არ ელაპარაკება, ის ელაპარაკება თავის მომხრეებს. მათ შორის იქაც გრადაცია არის ეგრეთ წოდებული ესეთი ძირითადი ამომრჩეველი ბირთვი, ვინც არის, რომელიც აი იმათ ერთი და არიან, ვინც არიან სტაბილურობის მომხრეები, ვინცვისაც ხელისუფლება უპირველეს ყოვლისა სტაბილურობას განასახიერებს და ოპოზიციის გამარჯვება და მასთან დაპირისპირებული ძალების გამარჯვებაში ხედავს ქაოსის საფრთხეს და არეულობის საფრთხეს ან სააკაშვილის რევანშის. აი ამ ხალხს ელაპარაკება ის ძირითადი. ეს არის მისი სამიზნე აუდიტორია და ამიტომაც მე მგონია რომ თვითონ ოპოზიციური ფლანგი ძირითადად აი სწორედ ეს აუდიტორია უნდა იყოს მისთვის. სამიზნე ვინც ამ ხელისუფლების მიმართ მყაფიოდ არის ჩამოყალიბებული იმას არ შეიცვლის არც ერთ ვარიანტში. ხელისუფლებისგან გული არ მოუბრუნდება. მით უმეტეს თუ ეს გააგრძელა, ხა ტროტუარზე დაჭერები თუ გააგრძელა, რომ შანსი არ არის ხლა ამისი, რა. აი, მაგრამ აი ეს
სტაბილურობის მომხრედა ვინც არის, აი ამ ხალხის მიმართ ყურადღება საჭიროა. მაგრამ ამისთვის უნდა იცოდე რომ რა აღელვებს იმ ხალხს, რატო ეშინია შენი, რატო ვერ ხედავს შენში ასე ვთქვათ, აი ალტერნატივას და რაღაცნაირად უპასუხობდა შიშებს. შეიძლება ან დაარწმუნებ ან არა, მაგრამ უნდა უპასუხო. ჩვენ და სამწუხარო ჩვენი ოპოზიციური სპექტრის თავარი მინუსი ის არის, რომ აბსოლუტური იგნორირება ხდება ამ კონტინგენტის. საერთოდ არ მიიღება მხედველობაში, იმიტომ რომ ეს მოიტანა სწორედ აი ამ დებატების არ ქონამაც გარკვეულწილად, იმიტომ რომ არ უყურებ, ხა მე მაგალითად იმედს და პოზიტივის და რუსთავის საერთოდ არ უყურებ, არც აი 100 წელი არ მინახია. არ ვიცი იქ რა ხდება. მე რაღაცა შემთხვევით რაღაცებს ინტერნეტში მოკრავ ხოლმე თვალს და აღმოვაჩენ რომ ვიღაცა პოპულარული წამყვანებია რაღაც სასტავში, რომელსაც წარმოდგენა არ აქვს იმ ადამიანს, რომელსაც რაღაცა გადაცემა მიყავს, თურმე აუდიტორია აქვს დიდი, საკმაოდ არის, საერთოდ სხვა სამყაროა რა. ნუ ახლა პოლიტიკური მეებზე აღარ ვლაპარაკობ, ისინი რასაც ლაპარაკობენ, ერთი-ორჯერ მოусმინა და რო იტყვი რა თქმა არა მაგ დიდი, მაგრამ რაც მაგ ყალზე დამიდგა რო იტყვი. და წარმოუდგენელ სიგიჟეებს ლაპარაკობენ, მაგრამ მუდმივად ერთი და იგივეს ლაპარაკი. ნუ მოქმედებს ახლა რა ეს ადამიანზე საშუალო სტატისტიკურ ამომრჩეველზე მუდმივად ერთი და იგივე როგეცպես ეს deep state-ი შეთქმულება, უსამშობლო, საბოტაჟი, რაღაცა ეს სიტყვები, ნაცნობი სიტყვები. ხო და მე იქ ვიკითხე, ვისთან ხდებიან დებატებში, კაცო, ახლა თუ ეს ოპოზიცია, ყველა აგენტურა არის, ყველა უსამშობლოა და ყველა deep state-ია, ამათთან როგორ ხდებიან დებატებში? რატო ხდება დებატებში აგენტებთან და რატო აპირებს დებატებს? ნუ ახლა ასე იმასაც შეუძლია ჩემთან რატო მოდიხარ თუ მე რუსის მარიონეტი ვარ და ისა რატო ველამაღიარებ ის გეტყვის. თუ არ მაღიარებ და არალეგიტიმური ვარ, ხო. და ამიტომ ველა დებატები ამიტომ ვიძახე რომ ცოტა აბსურდულია ამ სიტუაციაში დებატები, როცა ასე არის პოლარიზაცია მომხდარი უკვე. ნუ გახლეჩილია და პოლიტიკის ადგილი ფაქტობრივად გამქრალია ახლა. მე ეგ სწორია როგორც აღწერილობა, მაგრამ კარგია ეს თუ ცუდია ასე ვთქვა და ჩვენი მიზანი რა არის ეს ასე იყოს გავაღრმავდეს თუ არა ხა ამიტომ ჩვენ ვერ შევძლებთ ოპოზიცია ვერ შეძლებს ხელისუფლების გარეშე ამის მოგვარებას ეს გასაგებია თუ ხელისუფლებამ არ მოინდომა ამ პოლარიზაციის დაძლევა თვითონ არ წავიდა დათმობებზე ახლა ოპოზიციამ რა უნდა დათმოს და ჯაგეთ ხალხმა რა უნდა დათმოს ახლა ის ტროტუარზე რო დგას იმან რა ქნას აფრინდეს აერში თუ რა დათმოს ახლა ვერ გავიგე ანუ ვის ვერ დათმობს ხალხი და დათმოს იმან მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია შენ რა განწყობას ასხივებ, შენ რა გინდა. ეს იმას კი ანიშნავს შენ ცვლი, შენ მოქმედებას, მაგრამ შენი სურვილი რა არის? შენი სურვილია რომ იმას დედაუდი რომ დაგამხო თუ სურვილი გაქვს რომ სტაბილური, აი განცდა უნდა გაუჩინო რომ სტაბილურობა მოგან. შენ თუ ამას დაძლევ, მე უკეთესი ის დადგება მისთვის. ეს თუ რიგითმა ნეიტრალურმა, ასე ვთქვათ, ამომრჩეველმა და მოქალაქემ არ დაინახა ამ ოპოზიციურ ძალაში. და არა აგრესიული უნდა იყო, მაგრამ აი ეს არის ჩვენი პრობლემა ჩემი აზრით. აქედანაც საკმაოდ დიდი აგრესია. გასაგები ჩემთვის აბსოლუტურად იმ ქმედებების პასუხად, რა ქმედებებიც ხელისუფლებიდან არის, მაგრამ სწორედ ამაში უნდა იყოს პოლიტიკური ლიდერების როლი, რომ მათ შეძლონ რაღაცა განწყობების მართვა. ხო, აი პოლიტიკური ლიდერების თემა ძალიან მძიმე არის, იმიტომ რომ ნუ ფაქტობრივად ოპოზიცია არის ლიდერის გარეშე, გამოკვეთილი ძალიან სერიოზული პრობლემა. ვიღაცებს გონიათ რომ ლიდერს რატო ითხოვთ ბელადობანი უნდა დამთავრდეს, მაგრამ მე ვფიქრობ რომ იმ ადამიანის პოლიტიკის არაფერი არ ესმის, ვისაც ბელადი და პოლიტიკური ლიდერი ერთ და იგივე გონია. არა, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ლიდერი არსებობს ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში, ყველა აუცილებელი არ არსებობს პოლიტიკური ლიდერის გარეშე. ხო, ტრამპი რა არის, ხა ბელადია თუ პოლიტიკური ლიდერია, ხო? თვითონ რო გითხო მეფე ვარ ვიძახის. ხო, და რა ვიცი, ყველა ქვეყანაში არსებობს ხა კანადას ყავს პრემიერ-მინისტრი, მაგრამ პოლიტიკური ლიდერი ის რა ბელადი არ არის, ხო? და სხვაებიც ასე. ამ პოლიტიკური ლიდერის გარეშე უბრალოდ არ გამოდის რაღაც აი ისეთი ძლიერი პოლიტიკის არც არასდროს გამოსულა. ხო, არც არასდროს გამოსულა. სამწუხაროდ ბევრს ეს არ ესმის და ამ ოპოზიციაში ისევ არის საუბარი იმაზე, რაღაც გაურკვეველად გავერთიანდეთ, მაგრამ თან გაერთიანება კი არ იქნება ისეთი რაღაც სტრუქტურული, არამედ რაღაცებზე შევთანხმდებით, წესებზე, იმაზე, ამაზე და რაღაცა ყველა თავისთვის იქნება მაინც, მაგრამ თან ერთი ეგ ეხლა ცოტა გაუგებარია, თუ ერთიანდება, მაშინ ერთი სტრუქტურა უნდა იყოს და ერთი ლიდერი და ლიდერის არჩევა უნდა შეგეძლოს და რაღაცა თუ ახლა ლიდერის წამოწევა არ შეგიძლია, თუ თვითონ ვერ გამოიკვეთა ლიდერი, მაშინ შენ უნდა აირჩიო, ხო და ასხდეთ იქ და ეხლა თუ ეს არ შეგიძლია ეს არ გინდა მარტო რაღაცა თამაშის წესებზე შევთანხმდებით, ეგა გაერთიანება კი არ არის, აი რაღაცა
კონსულტაციების მორიგი ეტაპი, ხო და ის თამაშის წესები მეორე დღეს დაირღვე, თუ არ იქნება. თამაშის წესი რა არის, ხო? თამაშის წესი არის, რომ გვაქვს ერთი ბორდი, მაგალითად, საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს კენჭის ყრით და უმრავლესობით და ყველა ამას ემორჩილება. შეგვიძლია ამ საბჭოში აქვს უფლება აირჩიოს ლიდერი, თავმჯდომარე, რომელიც იქნება ამ გაერთიანებულ ოპოზიციის ლიდერი და ასე შემდეგ რა. ეს არის გაერთიანება და მოდი შეეხა რაღაცებს და აი მე ვხვდები საერთოდ რა უნდა. არა და პოლიტიკური ოპოზიცია რეალურად გამქრალია დღეს ველიდან, მარტო იმის გამო კი არა რომ ხელისუფლება იჭერს მათ და ასე შემდეგ და აკრძალავს უპირებს. არამედ იმის გამო რომ თვითონ ფაქტობრივად უმოქმედოები არიან. ვერაფერს ვერ თავაზობენ ახალს მოსახლეობას. რა უნდა შესთავაზოს, ეგეც უდა რთული სათქმელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს თუნდაც რეალური გაერთიანება, რეალური ორგანიზებების რეალური ანუ აქ გაერთიანებას კი არ არის საუბარი, აქ საუბარია იმაზე, რომ არსებობდეს ხელისუფლების მძლავრი ალტერნატივა. ანუ აქეთ მხარესაც არსებობდეს მძლავრი პოლიტიკური ცენტრი. აქ ჩემი აზრით, რომელიც არ აბსოლუტურად გეთახმები მაგაში და მეგონი მაგას ყველა ოპოზიციონერი ხდება, მაგრამ აქ ჩემი აზრით არის ერთი ცოტა ისეთი თუ ხერხული მომენტი არსებული ოპოზიციური ლიდერებისთვის. არსებული ლიდერები ვერ გამოდგებიან დღეს ამ როლისთვის. ხომ არა ხა ახალ ფაქტია უკვე. ფაქტია, ვერსაიდა ვერ ვაგაშია საქმე, უნდა მოიყვანო ვიღაცა. აბა ვინც არის ესენი ხო აქამდეც იყვნენ კაცო ვიღაცას ზოგჯერ მეტი რეიტინგი გაქვს მთელი ოპოზიციის შენ წონ მე იზრდება მე მაგალითად შენ უფრო კარგად გემახსოვრება ეგ ამბები ხშირად ვიხსენებ 2007 წლის ამბებს როცა ოპოზიციას მაშინაც არ ყავდა ლიდერი და 2007 წელს ლევან გაჩეჩილაძე ერთ-ერთი რიგით ლიდერი იყო მაგრამ მე როცა ოპოზიცია დასხედით ერთად მიხვდეთ რომ ძალიან ჭრელი იყავით და ლევან გაჩეჩილაძე აირჩიეთ პირველად მოხდა ლიდერი აირჩიეთ ხო მართალი მაშინ საპრეზიდენტო ის იყო მაგრამ მაგალითად კანდიდატობა ქონდა რომ საპრეზიდენტო არჩევნები იყო კარგი პლატფორმა და ანუ აირჩიეთ ლიდერი რადგან თავისით ვერ გამოიგოთ აირჩიეთ და როგორც კი აირჩიეთ და მთელმა ოპოზიციამ ის დაასახელა კანდიდატად ეგრევე მისი წონა პოლიტიკურ გაიზარდა მეორე დღესვე გაიზარდა თუმცა მაშინ უკვე თვითონ ოპოზიციურ ლიდერშიპსაც არ ქონდა პატარა რეიტინგი უბრალოდ გამოკვეთილი ლიდერი არის ხო გამოკვეთილი არ იყო მოთხოვნა იყო გაერთიანების ხალხში იყო მოთხოვნა რომ ერთად დადექით ყველა არა ახლა ასე მე ვერ ხედავ ამ მოთხოვნას ու გინდა თუ არა ერთი ნაცებთან დაკავშირებით არის ხოლმე ხო და ეს ნაცი და არანაცი და შემადგენლობა მოკლედ ამ ოპოზიციური სპექტრის აქაც არ არის ეს არ არის დღეს ორი თანაბრძოლოვანი პირდაპირ ვიტყვი დღეს პოლიტიკურ სპექტრში ნაცური სეგმენტი ბევრად ძლიერია პრაქტიკულად წაღებულია ყველაფერი არანაცური სეგმენტი მაგალითად კი ყველაზე არანაცი არის ფედერალისტები და თამარ ჩერგულეიშვილი რომელიც ასევე ნაცური ბოგერია ის არის ყველაზე არანაცი ხო და ყველაზე ანტინაცი ყველაზე მეტად სააკაშვილის ეკაკრიტიკებს და ლელოც და გახარიას პარტიაც საკმაოდ რთულ მდგომარეობაში. გახარია ეძახის არანაირ გაერთიანებას ჩვენ არ შევართ. ანუ გახარიას არ რთულ მდგომარეობაში არჩევა ერთია და თვითონ პარტია არა კარგ პოზიციაში ხო ეხლა. რა თქმა უნდა, ოპოზიცია ლელო საერთოდ გაქრა. 2024 წლის არჩევნებამდე ოპოზიცია იყო გაცილებით ძლიერი. არსებობდა 4 ძლიერი პარტია. მაშინ ჯობდა გაერთიანებაზე ფიქრად. ხო, ახლა გამოვიდგე გახარია და ლელო, მაშინ რომ გაერთიანებული იყვნენ საპარლამენტო არჩევნების წინ სალომე ზურაბიშვილი ეხვეწებოდა ხო გახსოვს და ქვაგდეს და თავი შეუშვირეს და მე არაფრის მომცემ ადგილობრივ არჩევნებზე გაერთიანდნენ. მაშინ ჯობდა რა თქმა უნდა. ხო, ამა ხო და ეს არის ახლა რა ვიცი ხა რა უნდა თქვა იმას ვერ ეხლა მთელი ოპოზიცია რა თქმა უნდა გაცილებით სუსტია ვიდრე მაშინ ამიტომ მე ოპოზიციის ადგილას ეხლა ნუ არ ვიცი ხა რამდენად ჩემჩევას ხალხი გაიზიარებს მე ეჭვი მაგრამ უფრო არა დავიწყებდი რაღაც უთა ახალი კონფიგურაციის ძებრას რა თვითონ თუნდაც იგივე არსებულ ოპოზიციურ ლიდერებში მაგალითად აი როგორ გითხრათ სხვა ტიპი შეიძლება ვიღაცა სხვებია წინ წამოსაწევი არა ის ვინც ეხლა აი პირველ პლანზე წინა პლანზე ვიღაც შეიძლება გადავიდეს უკანა პლანზე და იქაც იყოს ეხლა არ გაქრება ასე ვთქვათ ეხლა არის მიხეილ სააკაშვილი რომელსაც ვების ვერ უზამთ ეხლა ის სულ იქნება და სულ იქნება ისეთი როგორც თვითონ არის და მიხეილ სააკაშვილი არის რუსეთი ვიტყვით რუსეთზე ვამბობ ხო რუსეთს ხო ვერ გააქრობ კაცო სულ იქნება ეს რუსეთი და რაღაცა ერთო შევეჩვიოთ
მასთან ერთად თანაცხოვრებას და ისე არის სააკაშვილი. არა, თლადასეთი არა, რუსეთი უარესია. არა, ვერ გააქრობ მეთქი რა. არ გაქრება, გასაგებია თორე. პრობლემა, კი. სპილო დამალო საბნის ქვეშ. ერთიანობის კონტექსტში სააკაშვილი პრობლემაა სერიოზული. მაგრამ არის ეს კაცი და რას უზავ ახლა რა და გინდა არ გინდა აი ამ რეალობის გათვალისწინებით უნდა აკეთო რაღაცა. როცა ქმნი რაღაც ძლიერ ალტერნატივას. ის იმთავითვე სააკაშვილი მაშინ არ უნდა თვითონ გადავიდეს მეორე პლანზე, რაც მე აბსოლუტურად წარმოუდგენელი მგონია მისი ხასიათიდან და გამომდინარე დღემდე ეს ამას არასდროს არ აკეთებდა. ან შენ თვითონ უნდა შექმნა რამე და ის იქნება იქით, შენ იქნები აქ და მე რაღაცაში დაემთხვევა თქვენი ინტერესები რაღაცაში არა. საერთოდ რა შეჭირდება იმასთან გაერთიანება, ხო? აქვს თავისი ვორდგული ამომრჩეველი, არის იმას სჭირდება რომ პრაქტიკულად ძლიერი პოლიტიკური ფიგურა, ხა მას როცა ლაპარაკობს ის გაერთიანებაზე, რეალურად ის ლაპარაკობს იმაზე, რომ ჩემი ფსების ქვეშ შემოიყუჟეთ ყველამ და მემაღიარეთ. მან იცის რომ მემაღიარეთ მთელი ოპოზიციის ლიდერი. გაერთიანება მოხდება საბოლოო ჯამში ეს ასეც იქნება. ის იქნება ლიდერი. ამიტომ მარტივად უნდა იყოს რა, სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობა, რადგან მათ არ უჭირთ ლიდერი, სხვებს უჭირთ. იყოს უნდა ცალკე და დანარჩენები ვისაც უჭირთ ლიდერი და არ აყავთ, მათ ეს რაღაცა ძალის ცენტრი შექმნა უნდა გაერთიანების ნიადაგზე. ნუ მოკლედ ამ თემებზე უფრო საინტერესოდ ჩვენი სტუმარი ლაპარაკებს, რომელიც რეკლამის მერე შემოგვიერთდება, იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი იქნება ჩვენი სტუმარი და გავაგრძელებთ ამ თემებზე საუბარს, დაგველოდეთ, მალე დავბრუნდებით. მაშასე ჩვენ დავბრუნდით ეთერში და როგორც გითხარით, შემოგვიერთდა სტუმარი იაგო კაჭკაჭიშვილი, სოციოლოგი, მივესალმებით მას, გამარჯობა. მოგესალმებით თქვენს მაყურებელს. მადლობა გადაცემაში მონაწილეობისთვის და ჩვენ ვისაუბრეთ უკვე პირველ ნაწილში მთავარ თემებზე, რაც არის, ეს არის ერთი რომ ტროტუარზე ხალხის დაჭერა უკვე დაიწყო ოფიციალურად, რაც დაანონსებული ჰქონდა და ძალიან გაუგონა რო პროცედურაზე შემთხვევა. პარტიების ლიდერები ციხეში არიან, ვინც გამოვიდნენ მათ 15 წლიანი მუხლი აქვს მიყენებული და როდის შეაბრუნდნენ უკან არავინ არ იცის. საკონსტიტუციაში სარჩელია შეტანილი პარტიების აკრძალვაზე და ამ ფონზე ხელისუფლება გამოდის ინიციატივით, რომ მოდი რაღაცა დამეტანი ის არის, რა ქვია, გაუძღვება ჩვენ შორის და საზოგადოებას დაუბრუნოთ დებატები და ასე შემდეგო და რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? რაც შეეხება ხალხის დაჭერას ციხეში ჩასმის და ციხეში ჩასმას ტროტუარზე დგომის გამო არ დაგვავიწყდეს, რომ ეს პირველ ჯერზე ადმინისტრაციული სასჯელია, მაგრამ თუ ადამიანმა გაიმეორა ეს დანაშაულია, ასე ვთქვათ, ჭყალებში სვამ ამ შეკითხვას, მაშინ მას უკვე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა ემუქრება, რამდენიც ვიცი, რამდენიც მახსოვს, ერთწლიანი ციხეა ამ შემთხვევაში. ანუ რა გითხრათ, როგორც თავად ფაქტი, ასევე თვითონ ამ ფაქტის განმაპირობებელი კანონმდებლობა, მე ვფიქრობ, რომ აბსურდის ყველა რეკორდს ხსნის. ნებისმიერი მიმართულებით იქნება ეს, ასე ვთქვათ, სამართლებრივი აბსურდი, იქნება ეს პოლიტიკური აბსურდი, რა ვიცი, იქნება ეს ლოგიკური აბსურდი თუ მორალთან ასევე საერთოდ მწყრალად არის, ასე ვთქვათ, ამ ტიპის როგორც ქცევა, ასევე ამ ქცევის განმაპირობებელი კანონი, მოკლედ წარმოუდგენელი ინდიკატორია იმისა, რომ ჩვენ კიდევ ერთხელ ვამტკიცოთ, რომ ვართ ავტორიტარულ რეჟიმში, რომელიც უკვე ასე ვთქვათ, დიქტატურის გზაზეა შემდგარი. ხო, სხვა შორის ამ ლოგიკით თითოეული ჩვენგანი, ვინც აქციებში მონაწილეობდა, დავდივართ და ვდგავართ და მშვიდობიანად ვაპროტესტებთ, თითოეული ჩვენგანი შეიძლება აღმოჩნდეს ციხეში, თითქოს იქ არის რაღაცა ნიუანსები, რომ პოლიცია მოდის, გაფრთხილებს და 15 წუთის ფარგლებში მისი ეს გაფრთხილება უნდა გაითვალისწინა და გადახვიდე, მაგრამ სად უნდა გადახვიდე? ან საში უნდა აფრინდე, ან წეში უნდა წახვიდე, ხო? ან უკაცრიელად გულზე უნდა წახვიდე, ან სახლში უნდა წახვიდე, კი ბატონო, ანუ გარეთ მე გულისხმობ გარეთა სივრცეს, ხო? გარეთა სივრცეში თუ გამოხვედი და თუ ისეთ ადგილას გააპროტესტე, სადაც ხალხი მოძრაობს, ყველა შემთხვევაში უკვე საეჭვო ადამიანი ხარ და ციხეში ჩასმაც ექვემდებარება. და საბჭოთა პერიოდში იყო ასეთ შეიძლება გახსოვს კიდეც დიჟაზე რო იკრებებოდნენ ტიპები და მილიციონერი რომ მოდიოდა და სამი კაცი კუტოკი დაიშალეთ. ხო, აი დაახლოებით ეგ არის. ეგ ვარიანტია. ეს აბსურდი ძალიან კომიკური იქნებოდა ადამიანების ბედთან რო არ კონდეს საქმე, ხო? ეხლა ციხეში ყოფნა ვიღაცამ შეიძლება თქვას, რომ ეხლა 3-4 დღე რა არის, მაგრამ რასაკურველი არის ეს? 1 საათი და საერთოდ 1 საათიც რატო უნდა იყოს და თანაც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ასე ვთქვათ, დაშინების
ну ჯერჯერობით არ ვიცი რამდენად ეფექტიანი მექანიზმი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში განზრახვა ასეთია, ხო, დაშინების მექანიზმი, რომ ხალხი არ გავიდეს საერთოდ და თუნდაც ასეთ მშვიდობიანი ფორმებით პროტესტი არ უნდა გამოხატოს. სხვა შორის მეგონა რომ ამას უფრო ექნებოდა, ასე ვთქვათ, დაშინების ეს ვირტუალური ფუნქცია, ვიდრე რეალურად ამოქმედდებოდა ეს კანონი, მაგრამ როგორც ჩანს, ასე ვთქვათ, ჩემი გათვლები და ამ ხელისუფლების ავტორი ამას არ იკადრებდა. ხო, ავტორიტარიზმის მადა, ესე იგი ერთმანეთს არ ემთხვევა. ну, ფაქტია რომ, ну, მაგრამ მოგეხსენებათ რომ მედალს ორი მხარე აქვს და გასაგებია რომ ხელისუფლება ავტორიტარიზმის მადას იკმაყოფილებს, მაგრამ მეორე მხრივ ასევე აჩვენებს ქართულ საზოგადოებას და საერთაშორისო საზოგადოებას, რომ ის არის, ასე ვთქვათ, არადემოკრატიული კი არა, უბრალოდ, არამედ ანტიდემოკრატიული და ამ ფონზე განსაკუთრებით, ასე ვთქვათ, აბსურდულად გამოიყურება დემოკრატიის გადარჩენის მცდელობა, ასე ვთქვათ, კობახიძის მხრიდან, როდესაც ის ლაპარაკობს დებატებზე, როგორც მედიაში, ასე ვთქვათ, დემოკრატიულ კულტურაზე, ან დემოკრატიული მედიის კულტურაზე, ვიდრე ასეთი კანონები არსებობს, ხო, ვიდრე სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, ვიდრე ჩვენ ხედავთ, რომ რაც თქვენ თქვით მერაბ, რომ ფაქტიურად ყველა მეინსტრიმული პარტია აიგრძალება, ну, გასაგებია, რომ ეს პროცესი არ დასრულებულა, მაგრამ ვისა აქვს მოლოდინი, რომ კონსტიტუციური სასამართლო ხელისუფლების ამ სარჩელს არ დააკმაყოფილებს. ფაქტია, როცა ხედავთ, რომ ამ პოლიტიკურ ლიდერებს სიხე ემუქრებათ, ვიცით მედია რა დღეშია, ხო? ჩვენ ხო ვიცით, რომ კრიტიკული მედია და ოპოზიციური მედია დღეს საქართველოში სულ ზღაფავს, იმიტომ რომ დაფინანსების ლეგიტიმური და ლეგალური წყაროები მას მოუსწევს და ადამიანები ხელფას ვერ იღებენ და, რა ვიცი, და ერთი დაიხურა, სხვები დახურვის პირასა და ასე შემდეგ. და აი ასეთ გარემოში მაშ დებატებზე ხაზგასმა და აქცენტირება ეს გავს ფარსია, ხო? ეს არის ილუზია, ეს არის მეტიც შეიძლება ითქვას, რომ ეს არის თქო დაცინვა ქართული საზოგადოების მიმართ და რა თქმა უნდა, ესე იგი, როდესაც ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი არის ფაქტობრივად დახურული საქართველოში, დებატები საქართველოში დემოკრატიას ვერ გადაარჩენს. რატომ დებატები? მე ვფიქრობ, რომ ეს ხო, რაში დაჭირდათ. ჯერ ერთი მე აქ ორ რაღაცას გამოყოფდი, რაში დაჭირდათ, არაფერი არ ხდება შემთხვევით. მე ვფიქრობ, რომ ეს აი დებატებზე განცხადებები კობახიძის აუცილებლად არის კავშირში ტროტუარზე დგომის გამო ადამიანების დაჭერასთან, რაღაცნაირად უნდათ რომ სალაპარაკო თემა ის განხდარიყო და არა ეს, ანუ დღის წესრიგი შეექმნა დებატების თემით და ამას რაღაცნაირად, ну, თუ არ გადაეფარა, ყოველ შემთხვევაში რაღაცნაირად ნეიტრალურებინა, ხო? აი ეს დაჭერების თემა ეს ერთია, ანუ რაღაცნაირად კომბინაციაში მოვიდა ეს ამ ფაქტთან და მეორე, რომელიც შეიძლება უფრო მნიშვნელოვანია, ну, ხელისუფლებამ იცის, ჩვენ ვიცით რა საკურველია, მაგრამ მანაც იცის, რომ მისი ლეგიტიმაციის ხარისხი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ამ შემთხვევაში ქვეყნის გარეთ არის ძალიან დაბალი. ფაქტიურად ასე ვთქვათ, ცივილიზებული მსოფლიო მეგულისხმობ ევროპის ქვეყნებს, ამერიკის შეერთებულ შტატებს და შემდეგ ფორმალურადაც წყვეტს ის, ასე ვთქვათ, დიპლომატიურ ან ისეთ პოლიტიკურ კავშირებს ხელისუფლებასთან და ფაქტიურად არალეგიტიმურად მიიჩნევს, ხო, ამ ხელისუფლებას არჩევნების შედეგებიც კი არ სცნეს, ესე იგი, ცნოს საერთაშორისო საზოგადოება. ეხლა ხელისუფლებამ სცადა, რომ აქცენტი გადაიტანა აღმოსავლეთზე, დაიწყო იქ რაღაცა აქტივობები, მაგრამ რაიმე ხელშესახები წარმატებისთვის ხელისუფლებას არ მიუღწევია. პირიქით ეს დამთავრდა იმით, რომ კობახიძე ირანის ექსტრემისტული ძალების მოკავშირედ გამოცხადდა, დამთავრდა იმით, რომ ქართული ეთნების მარგინალიზაცია მოხდა ამ არაბული სოფლის აშენების, არაბული ქალაქის უпростоრედ აშენების იდეის გამო, არავინ მათ შორის ქოცების, ქართული ეთნების მომხრეების მნიშვნელოვან ნაწილმა ხელისუფლებას ეს გადაწყვეტილება არ მოუწონა და ვერ მოუწონა და, ну, მოკლედ აღმოსავლეთ ჩინეთთანაც გაუფუჭდა ურთიერთობა და რაღაცნაირად ეს მცდელობაც ჩავარდა. ხელისუფლება ვერ
გაძლებს ლეგიტიმაციის გარეშე. აი უბრალოდ წარმოუდგენელია არალეგიტიმური ხელისუფლება მუდმივად არის ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, მუდმივად არსებობს იმ რისკის წინაშე, რომ ის ერთჩვენიერ დღეს ჩამოიშლება. ამიტომ იბრძვის ეს ქართული ოცნება ხელისუფლების საკუთარი ლეგიტიმაციის გადარჩენისთვის და მე ვფიქრობ, რომ ეს არის მცდელობა, თუმცა ღრმავად დარწმუნებული წარუმატებელი, რომ მან ითამაშოს, დაიწყოს თამაში დასავლეთის თვალში, როგორც დემოკრატიული ხელისუფლების, ხო, რომელმაც დაიწყოს შემოbrunება დემოკრატიისთვის და აი ახსნა, ასე ვთქვათ, სივრცე და ველი, დებატების, ანუ ნორმალიზება ესკენ რომ წაიყვანოს. ხო, ნორმალიზება. ო, ისე რომ არ გაუქმოს რეპრესიული კანონები, ხალხი ციხიდან არ გამოუშვას და ასე შემდეგ. და იმის გარეშე ნორმალიზება გამოვა. მედიის გახსნა დებატებისთვის შეიძლება დემოკრატიის რეალური ინდიკატორი აღმოჩნდეს მხოლოდ სხვა დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირების კონტექსტში, ხო რაღაცა სინერგია უნდა შეიქმნას. ისე დემოკრატია როგორ აღდგება თუ კრიტიკული მედია სულს გაფავს სასამართლო რა დღეშია ადამიანებს ტროტუარზე დგომისთვის იჭერენ. ეხლა მედიაში დებატები, თუნდაც ეს დებატები მართლაც შედგეს, საქართველოს დემოკრატიას ხადე ვერ გადაარჩენს და ეს აბსოლუტურად ფუჭი განზრახვა, თუმცა იმაშიც კი დარწმუნებული ვარ, რომ ეს დებატები იქნება აბსოლუტურად შერჩევითი და ესეთ აი რაღაცა ნამდვილ რეალურ დებატებს მოკლებული. თუმცა სხვათა შორის ეს არის რაღაცნაირი გამოწვევა მაინც პოლიტიკური ოპოზიციისთვის. ჩვენ ხედავთ, რომ პოლიტიკური ოპოზიცია აქამდე ყოველ შემთხვევაში მოქმედებდა ბოიკოტის რეჟიმში, მოდი ასე ვთქვათ, ხო, იქნება ეს არჩევნები, იქნება ეს ესე იგი პარლამენტში შესვლა, იქნება ეს არჩევნებში ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა და ასე შემდეგ. მოკლედ, ბოიკოტის რეჟიმი იყო წამყვანი პოლიტიკური ოპოზიციის სტრატეგიაში. ახლაც დგას ეს არ არის იმ მასშტაბის, როგორც არჩევნებში მონაწილეობა ან თუნდაც პარლამენტში შესვლა, მაგრამ ახლაც დგას ეს გამოწვევა, რომ წავიდეს ოპოზიცია, ასე ვთქვათ, დაელაპარაკოს მედიაში ხელისუფლებას, ჩაერთოს ამ კამათში. თუ არა, იმიტომ რომ მე მაგალითად აქ წამოსვლამდე წავიკითხე რამდენიმე პოსტი სოციალურ მედიაში, რომ ახლა თუ დაელაპარაკები, ეს იმას ნიშნავს, რომ ცნობ. ну, სხვა შორის ამ ბოიკოტის გამო ის რომ პოლიტიკური ლიდერები მოხვდნენ ციხეში, ხო, კომისიაზე არ გამოცხადების გამო. ამიტომ ეს რაღაცნაირად ეს დილემა ოპოზიციის წინაშეც დგას, როგორ მოიქცეს ოპოზიცია. ეხლა მე თუ მკითხავთ რაიმე ესეთი ერთნიშნულოვანი და ცალსახად ჩამოყალიბებული ამ მიმართულებით პოზიცია არ მაქვს, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ეს არის ყველაზე უფრო უმტკივნეულო კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან. ანუ შეიძლება ვთქვათ არჩევნებში არ მონაწილეობას ქონოდა თავისი ისეთი მძიმე პოლიტიკური წონა, თუმცა ამაზეც დავა შეიძლება რასაკვირველია და თავის დროზე გახდათ კიდეც ეს დავის საგანი, მაგრამ მე მაინც ვფიქრობ, რომ ახლა მედიაში მისვლა და სიმართლის მიხლა, ესე იგი და ჩვენება იმისა, როგორი ავტორიტარულია ეს ხელისუფლება და როგორ მოქმედებს ადამიანების წინააღმდეგ, ну, მე ამას არ ვეწინააღმდეგებ. პრინციპში მგონია, რომ ეს შეიძლება მოხდეს. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, ამ რაღაცა წინაპირობები უნდა მოითხოვოს ოპოზიციამ იმისთვის, რომ დებატებში მიიღოს მონაწილეობა. აი თუნდაც აი ამ აბსოლუტურად აბსურდული კანონის უკანწარება, ამ მედიის შესახებ კანონმდებლობას როგორ გამკაცრდა, ხო, ამ კანონმდებლობის უკანწარება. რაღაცა წინაპირობები უნდა მოითხოვოს. მე საერთოდ გონია, რომ წინაპირობების გარეშე სამშვენებლად შეიძლება, უნდა თუ მოითხოვოს, ამას შედეგად მაინც მოხვეს ამ კანონების გაუქმება და ეს გაუმჯობესება გარემოს. სწორედ მაგას გულისხმობ. ანუ როცა შენ გელაპარაკები, იმათი კი არ მოვდივარ შენთან სალაპარაკოთ, რომ არ შევიმჩნიო ის შენასაკეთებ. არამედ პირიქით რომ გითხრა და იმ აუდიტორიას უთხრა, რომელთანაც აქამდე შეიძლება ოპოზიციონერის წვდომა არ ქონოდა, მაგალითად სიტყვაზე ტელეიმედში თუ ვიხვალ და დაელაპარაკე პირველ რიგში იმედში არ ვიგიშვი დაელაპარაკე. აი იმედი იქნება რუსთავი ერქება, საზმაო იყოს. საზმაოზე საზმაო ყველაზე მეტად არის ამისი რელევანტური მაგრამ ყველა ვარიანტში ეს ნიშნავს მეტ-აუდიტორიაზე გასვლას, მეტ-აუდიტორიისთვის შენი სიმართლის მიწოდებას და ხა თუ კომპრომისზე მაქრივ არ მიდიხარ ეს რატოა კომპრომისი? სადა როდის დებატებში მე მგონი შეჩერდა არის ბოლოს აღარ მიყურებ კონკრეტულად თითოეულს ვიღაცას შერჩევით და კონკრეტულ თემაზე, სადაც დიდი შანსია, რომ ხელისუფლება ისეთ ცუდად არ გამოვა,
ასეთ რაღაცებს კი არჩევდნენ, მაგრამ დებატი სხვა არის, აქ რომ გიზის ისე იწევდნენ სტუმრად მეთქე. შენ რა აუდიტორიაზე რას ვარ, რუსთავის აუდიტორია ქონდა ოპოზიციაზე. რაღაცა იმაში წვიმეპარება, რომ განსაკუთრებით მწვავე თემებზე. არა, მე საერთოდ მგონია, მე მგონი მიზეზობას დაიწყებენ. ფასების თემაზე თუ გამართეს დებატები არ ვიცი. რატო არ რომან გოცირიძე მაგალითად ნებისმიერ შეეგამებთან მივოდენ დაუსაბუთებს და კიდე სხვა ეკონომისტებიც რომ სუპერმარკეტებში შევარდენ ფასების დაკლების ვიზრით არის სული სიგიჟე. ეკონომისტი არა ვარ, მაგრამ ახლა მაგას რა თქმა უნდა დიდი ისა. კი ბატონო, ნუ ფასებზე სხვა დროს სხვა ვილაპარაკოთ, ბანამდე ბოლოს მინდა კითხოთ ოპოზიციის გაერთიანებაზე, ისევ დაიწყო საუბარი, დაიწყო და რამდენად რეალურად გეჩვენება ეს და რა კონფიგურაცია წარმოგიდგენია? იცით რა, მე მგონია რომ ამ სიტყვას გაერთიანებას უნდა შევეშვათ, როდესაც ოპოზიციაზე საუბრობ და უნდა ჩავანაცვლოთ ეს ტერმინი კოორდინაციით, იმიტომ რომ გაერთიანების ასე ვთქვათ, არც მოლოდინი და არც სურვილი ოპოზიციურ პარტიებს კოორდინაციას რა ეფექტი ექნება რა შეცვლის? არა, კოორდინაციას ისე რაღაცა მოქმედების საერთო ლოგიკაზე შეთანხმება ხო შეიძლება, რომ აი რაღაც იმიტომ რომ ეს ოპოზიციური პარტიები თუ ისევ საკუთარ მოედანზე თამაშს გააგრძელებენ, ანუ თუ იქნებიან შენაკადები, რომელსაც არ ექნება ძალა, ну ეს ამ ხელისუფლების აყირავებას ან ძალიან მნიშვნელოვანი შედეგების მიღწევას არ ყოფნის. ესე იგი, საჭიროა ენერგია, სინერგია უпростоრედ ამ ოპოზიციურ ფლანგზე და სინერგია კოორდინაციის გარეშე არ შეიქმნება. აუცილებელია ეს კოორდინაცია. რა ვიცი, მე ფიქრობ, რომ ეს ციხე გამოვლილი პოლიტიკოსები შესაძლოა უფრო მოტივირებულნი იყვნენ ასეთ სინერგიის შექმნაზე, ვიდრე მანამდე, თუმცა ვნახოთ, დაველოდოთ, აი დღეს ვაშაძე გამოუშვეს, ვულოცავ, მას ცხადია და ვუსურვებ ამ ფრონტზე წარმატებას, თუმცა ჩვენ ხო ხედავთ, რომ მათი გამოშვებაც აბსოლუტურად სიმბოლური ან მყიფეა, იმიტომ რომ ყოველ წუთას შეუძლიათ აღძრა საქმე აღძრულია, ანუ უკაცრავად მიიყვანონ. უკვე აღძრულია. მაგრამ იცით რა, მიუხედავად იმისა, რომ ყველგან არის, ასე ვთქვათ, ხელისუფლების ავტორიტარიზმის თვალი ჩასაფრებული, ბრძოლა ყოველთვის ღირს და ბრძოლა ღირს ბოლომდე და ბრძოლა ღირს შეღავათად. ხო, უბრალოდ აქეთ ისე გამოვიდა, რომ რაღაცა ძალას ვერ ასხივებს ოპოზიცია, ხალხი ითხოვს ალტერნატივას, ამ ალტერნატივის შექმნა არაფრით არ გამოდის. ვერ ასხივებს, რა თქმა უნდა და რომ ძალა რო გამოასხივოს და ალტერნატივა რო შეიქმნას, ამიტომ არის ენერგია და კოორდინაცია საჭირო. ხო, არჯობი, ჩემი აზრით, რაღაცნაირად მე ოპოზიციის ადგილას ასე ვიზამდი, მე რებს გეუთხარი ვარ კიდევ. კაც მინდა და ოფიქსირო რაღაცნაირად თვითონ შიგნით გადალაგდნენ, ანუ რაღაცა ლიდერების ცვლაა საჭირო შეიძლება. რამდენად ამ ლიდერებს იმის პოტენციალი რომ ისევ ამოვიდეს რაღაცა სერიოზული რეიტინგით. იცით რა, არაერთხელ მithქვამს. თვითონ მათი ვერიგებზე ვარ. სხვადასხვა ეთერში, ამიტომ ბოდი კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მაგრამ ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. ფაქტია, რომ როდესაც ეს ლიდერები მოხდნენ ციხეში, პოლიტიკური პარტიების მეორე ეშელონი აღმოჩნდა არაეფექტიანი, ხო? ძალიან დილად რომ ვთქვა, ხო? ну ფაქტიურად დაიკარგა პარტიის ოპოზიციური პოლიტიკური პრობლემების გავლენა და ფუნქციონირება. მეორე ეშელონის გულისხმობ, ხო? ამიტომ ამ თვალსაზრისით მართლა მოუწევთ მათ ზრუნვა, რომ ну რაღაცნაირად გაიზარდონ პოლიტიკოსები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებში და ეს არ იყოს არ იყოს ასე ვთქვათ, არ შექმნა ახმის თვალსაზრისით ყოველ შემთხვევაში არ აღიქვა საზოგადოებამ ერთკაციან პარტიებად ოპოზიციურ პარტიებს ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხო, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციის მხარეს რაიმე შეიცვალოს და სამწუხაროდ ჯერ რესურსი არ ჩანს, ხო? ერთ-ერთ რესურს ყოველთვის ხედავ რაღაც გაერთიანებას, იმიტომ რომ ახალი ძალები გამოშვეს, ესე მარტივად ხო არ ეხა ახალი პოლიტიკოსები საიდან მოვიყვანეთ? არა, ზვიც არის. სადაუბადოთ, ხო? შესაბამისად, ხო, იცით რა, ყოველ შემთხვევაში აი გავიხსენოთ რა მოხდა, ხო? შევარდნაძის ხელისუფლების დროს თვით შევარდნაძის პარტიიდან წამოვიდა ეს ძალა, ესე იგი სააკაშვილის ძალა და გაძლიერდა, გაიზარდა ეს. აქ ერთი გახარია გამოვიდა, მაგრამ ისიც ხა იმასაც 15 წლიანი მუხლი მიუყენეს და გააქციეს ქვეყნიდან. და ისიც ნუ ხა რაღაცა დაადგა სხვა გზას, ასე ვთქვათ. პარლამენტში შევიდა მისი პარტია. ლიდერების გამოკვეთა საჭიროა რასაკვირველია. ხა, რომელიც არ არის. ну ასეთი სამწუხარო ვითარება გვაქვს. მადლობა დიდი გადაცემაში სტუმრობისთვის. იაგო კაჭკაჭიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ასეთი იყო დღევანდელი გადაცემა რეზიუმე. მე გასწორებით კვირამდე, კვირას 20-ზე გადაცემით პოლიტ ქალაქი დაგიბრუნდებით.